სპეცრაზმის რეიდი ფონიჭალაში და ჩხრეკისას ამოღებული დიდი ოდენობით ნარკოტიკი. ნარკოტიკების რეალიზაციის ჩაშლილი გეგმა და 34 დაკავებული. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. კომპრომისო ბრძოლა ნარკოგამსახებლების წინააღმდეგ გრძელდება. ეს არის ტექნოლოგია. კახელი ფერმერის ნოუ-ჰაუ მომხმარებლისთვის. შეღებილი ატამი. კაცმა ყვახე დაკრიფა და როგორ ამწიფებს. ქალაქელებ მეტი არ უნდა. TikTok-ისთვის გადაღებული ვიდეო პოლიციის მტკიცებულებად იქცა. ინფორმაცია წერილობით ეცნობა შესაბამის სამართალდამცავ უწყებას. მოხდა თუ არა შეღებილი ხილი აგრობაზარში. ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიის კიდევ ერთი საჯარო მხილება ნაციონალებისგან. ორი თვეა კამპანია დაწყებული სოფელ-სოფელ დადის და ადამიანი ჩვეულებრივ კამპანიას აწყებს, ანუ ლელოს წარმომადგენელი. ლელოს ლიდერი დუმ და მისი აგიტატორები კი წინა საარჩევნო შეხვედრებს მართავდნენ. საარჩევნო კამპანიიდან არც გამოვსულვართ. ოპოზიციაში ოპოზიციის ფარული გარიგებები. ხადია რომ ლელო მიიღო საბედისწირო გადაწყვეტილება. ვინ ცდილობს თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკურ რებრენდინგს. მათმა პატრონებმა ფსონიდადეს ერთ ჯგუფზე, იმიტომ რომ ეს ნაცები უკვე მოჭმულია. ეხლა რა ქნან ამ კარენოი ნაცებმა თამაშგარელო დაუწყეს კბენა. ეთერშია კურიერი 9 საათზე. დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე დღეს 9 ივლისია გიყვებით დღის მთავარ ამბებს საღამო მშვიდობისა. მასშტაბური სპეცოპერაცია კარგად ორგანიზებული ნარკოკარტელის წინააღმდეგ დაკავებულია 34 პირი, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. ნარკოდანაშაულის მთავარი ეპიცენტრი კვლავ ფონიჭალა, სადაც სპეცრაზმი გვიან ღამით ერთდროულად რამდენიმე მისამართზე შევიდა გამსახებლების ასაყვანად. ერთ-ერთი ბრალდებულის დასაკავებლად, რომელმაც სახლის კარი ჩარაზა, სპეცრაზმელებმა სპეციალური საშუალებაც კი გამოიყენეს. შენობაში მოსახვედრად გამსახებლებს ნარკოტიკების რეალიზაციის რამდენიმე სქემა ჰქონდა შემუშავებული, მათ შორის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩადიოდნენ უკვე კარგად აპრობირებული ინტერნეტ აპლიკაციებისა და სხვადასხვა სოციალური ქსელების საშუალებით. მასშტაბურ სპეცოპერაციას წინ უძღოდა ხანგრძლივი ოპერატიული სამუშაო, მათ შორის ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვები და თვალთვალი გამოძიებამ დაადგინა ისიც, რომ გამსახებლებს ნარკოტიკების რეალიზაცია ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბებსა და გასართობ ობიექტებში ჰქონდათ დაგეგმილი. ჩხრეკის დროს პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის, კოკაინისა და მეთადონის გარდა ამოიღო რამდენიმე ერთეული არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები. ნათია მღებრიშვილი მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა. ნათია წაუყენეს თუ არა უკვე ბრალი დაკავებულებს და აღიარებენ თუ არა ისინი დანაშაულს. კურიერის ინფორმაციით დაკავებულების ნაწილი დუმილის უფლებას იყენებს, ნაწილი კი რეალიზაციის ფაქტს არ ადასტურებს. დაკავებულები ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორში არიან და ელოდებიან ბრალს ოფიციალურად როდის წარუდგენენ. 34 პირი დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე და მათ დასაკავებლად სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა. სპეცსახჭურვილობებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები 40-მდე მისამართზე ერთდროულად შევიდნენ. სამართალდამცველები ნარკოდანაშაულში მხილებული პირების სახლებთან გამთენიისას მობილიზდნენ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა შენახვა რეალიზაციისთვის 34 პირია დაკავებული, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ხელბორკილები ქალებსაც დაადეს. დაკავებულებს შორის არიან მსხვილი ნარკორეალიზატორები, გაშიფრულია სქემაც, რომლითაც ისინი ნარკოტიკის გასაღებას აპირებდნენ. ირკვევა, რომ ნარკოტიკული საშუალებები ღამის კლუბებში და გასართობ ობიექტებზე უახლოეს დღეებში უნდა გაიყიდათ. იყენებდნენ ინტერნეტ აპლიკაციებს. ნარკორეალიზატორების გეგმა ჩატარებულმა საპოლიციო ღონისძიებამ ჩაშალა. ჰეროინი, მეთადონი, ალფა-პვპ, სუბოქსინი უკვე სარეალიზაციოდ გამზადებული სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოღებული იმ ადგილებიდან, სადაც ნარკორეალიზატორებს კლიენტისთვის ეგრეთ წოდებული ფაქტი უკვე დატოვებული ჰქონდათ. სპეციალური სამალავები პოლიციას თავად დაკავებულებმა უჩვენეს. დაკავებულების უმეტესობა ეგრეთ წოდებული დადების ან ხელიდან ხელში გადაცემის მეთოდით მოქმედებდა. დანაშაულის სამსახველი კადრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
ეს ფარული ჩანაწერები 34 პირის დაკავებამდეა გადაღებული. სამართალდამცველებმა ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საკონტროლო შესყიდვის კადრებში ნაჩვენები პირები გამოძიების ინფორმაციით უკვე დაკავებულები არიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. დაკავებულები არიან საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათი უმეტესობა ახდენდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციას. ნაწილი კი მხილებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა შენახვაში. აქვე დავაზუსტებ, რომ რამდენიმე მათგანი არის მსხვილი ნარკორეალიზატორი. ისინი ნარკოტიკების გავრცელებისთვის იყენებდნენ სხვადასხვა გზასა და მეთოდს. კერძოდ, ინტერნეტ აპლიკაციებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ნარკოტიკებს ათავსებდნენ კონკრეტულ ლოკაციებზე. ნარკოტიკების რეალიზაცია სავარაუდოდ იგეგმებოდა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ღამის კლუბსა და გასართობ ობიექტებში. საპოლიციო ღონისძიებები გამთენიისას მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობდა. მათ შორის სპეცოპერაციის ეპიცენტრი იყო ფონიჭალის დასახლება. კურიერის ინფორმაციით პოლიციამ საკუთარი სახლიდან 31 წლის მამაკაცი აიყვანა. თურალ გუსეინი ნარკოტიკს სისტემატურად ყიდდა. ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცი ნარკოდანაშაულისთვის უკვე ნასამართლები იყო. ფონიჭალაში ამ სახლიდან ხელბორკილებით გამოიყვანეს ახალგაზრდა ქალი. ოჯახის წევრებს კამერებთან გამოჩენა არ სურთ. ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ადგილობრივებიც არაფერს ამბობენ. ზემო ფონიჭალა. აქ არ ყოფილა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გარდა ნარკოდანაშაულის საქმეში მტკიცებულებების სახით დევს ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. რა მტკიცებულებები დევს ნარკოდანაშაულის საქმეში დეტალებზე დაკავებულების ადვოკატებს ჯერ საუბარი არ სურთ. ამ ეტაპისათვის მას არ შევხვედრივარ, რა თქმა უნდა, იგეგმება მასთან შეხვედრა, პოზიციის შეთანხმება. შესაბამისად, მეც ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით. დაკავებულია ეს ნარკოტიკული საშუალების გასაღება, როგორც არის ცნობილი. ოფიციალური ინფორმაციით ნარკოდანაშაულისთვის 34 პირია დაკავებული. ეს რიცხვი უახლოეს დღეებში სავარაუდოდ გაიზრდება. შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტებით სიცხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურად გრძელდება. გეკა გელაძემ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უწყების მთავარი პრიორიტეტი ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა. სულ დიდი მადლობა გადაუხადო ყველა პოლიციელს, რომლებიც დაუღალავად იბრძვიან იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღიკვეთოს ნარკოტიკების გავრცელება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულების სასჯელი დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უბადო პატიმრობას ითვალისწინებს. საპოლიციო ღონისძიებების შესახებ დღის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოყვანილია ნარკოლოგიური შემოწმების სტატისტიკა. უწყების ინფორმაციით ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შემდეგ ბოლო ორ კვირაში სამართალდამცველებმა 314 პირი გადაამოწმეს, 240 დაუდასტურდა ნარკოტიკის მოხმარება, ხოლო 23-მა უარი განაცხადა შემოწმებაზე, შესაბამისად მათ კანონით დადგენილი ნორმით ჯარიმა დაეკისრათ. ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს აქტიური ცრუ კამპანია, რომ თითქოს სამართალდამცველები მხოლოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებს ან რომელიმე კონკრეტული პარტიის წარმომადგენლებს ამოწმებენ, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი მცდელობაა. შემოწმებული პირებიდან პოლიციელი ვერც გამოარჩევს და ვერც გამორიცხავს ადამიანს პოლიტიკური შეხედულების მიხედვით, რაც თავის მხრივ არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას. მოუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის დეზინფორმაციის გავრცელებისგან. პოლიციის მიერ გატარებული ყველა ღონისძიება, მათ შორის ნარკოლოგიური შემოწმებაც, მიმართულია ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ და ემსახურება ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს. ასევე მოუწოდებთ მედია საშუალებების წარმომადგენლებს, არათუ ხელი შეგვიშალონ, არამედ გაიზიარონ პასუხისმგებლობა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში, სადაც ინფორმაციის სწორად მიწოდებას განსაკუთრებული როლი ეკისრება. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ხვალ სავარაუდოდ სასამართლოში სხდომა ჩატარდება ხვალიმსჯელებს მოსამართლე დაკავებულების მიმართ აღკვეთ ღონისძიებაზე. მადლობა. ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მასშტაბურ სპეცოპერაციაზე ნათია ამღებრიშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში.
კახელი ფერმერის ნოუ-ჰაუ მომხმარებლისთვის შეღებილი ატამი სოციალურ ქსელში მთელი დღე ვირუსულად ვრცელდება ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქე ატმისთვის სიმწიფისელ ფერის მისაცემად კალათაში მოთავსებულ ხილს საღებავს ასხამს. ვიდეო მასალის გავრცელებიდან მალევე ფაქტის სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესდა და ხილის მიზანმიმართული დაბინძურების ფაქტზე რეაგირება სამართალდამცავ ორგანოებს თხოვა. სურსათის უნებლობის სააგენტომ პოლიციასთან ერთად დაადგინა, რომ ატმის შეღებვის ამსახველი ვიდეო მასალა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლახშია გადაღებული ერთ-ერთი ფერმერის ხილის შესანახ სათავსოში. ატმის შეღებვის ავტორი გიორგი უტიაშვილია, რომელიც ამბობს, რომ ვიდეო მასალა TikTok-ისთვის გადაიღო და აღიარებს, რომ ცუდი ხუმრობა გამოუვიდა. ფერმერი ირწმუნება, რომ საღებავი გაფუჭებულ ხილს მიესხა, რეალურად კი არასოდეს გამოუყენებია მსგავსი მეთოდი მომხმარებლის მოსაზიდად. გიორგი უტიაშვილი გურჯაანის პოლიციამ უკვე გამოკითხა დალუქულია ის სათავსოც, სადაც შეღებილი ატამი ინახება. ფაქტზე კი გამოძიებაა დაწყებული. კაცმა მკვახე დაკრიფა და როგორ ამწიფებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ამ კადრებში სარეალიზაციოდ გამზადებული ატმის ხელოვნურად დამწიფების პროცესია ასახული. ფერმერი ხილს საღებავს ასხამს. მეწარმის ადგილსამყოფელი დღეს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა. ჩუმლახში ადგილზე იმყოფებოდა კურიერის გადამღები ჯგუფიც. გიორგი უტიაშვილი, რომელიც სავარაუდოდ დანაშაულ ჩადის საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა დღეს გამოკითხეს. ფერმერი ამტკიცებდა, რომ ატამს ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება ხუმრობით დაასხა. ესეთი რაღაც გავაკეთე. დავასხეთ პულიმიზატორი, საბოლოო ჯამში ცუდი ხუმრობა გამოვიდა და ხალხმა ეს ვერ მიიღო ხუმრობად რა. გასაგებიც არის. ეს ხდებოდა სახლში, მე ვარ პატარა მეწარმე, არც რამე კომპანია თუ როგორც იტყვიან ხოლმე ჩვეულებრივი მოყავს ცოტა რაოდენობა, რამდენიმე წელი არის ამ სფეროში ვარ. ფერმერისგან ატმის ნიმუში უკვე ამოღებულია. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მეწარმის საცავში შენახული ხილი ლაბორატორიაში გადააგზავნა. ახლა უკვე შესაბამისი კვლევით დაადგინდება, ჰქონდა თუ არა სისტემური ხასიათი ხილის ხელოვნურად დამწიფების მცდელობას. მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა სოციალურ ქსელში, სურსათის ეროვნული სააგენტო გამოცხადდა ადგილზე, მოახდინა ნიმუშის აღება, რომელიც გადაიგზავნება ლაბორატორიაში და ეცნობება საზოგადოებას მიღებული პასუხის შესახებ. აღწევს თუ არა დაბინძურებული ატამი დახლებამდე. ამ ფაქტის გადასამოწმებლად კურიერი აგრარულ ბაზრებშიც მივიდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მსგავსი არც ერთი შემთხვევა არ ჰქონიათ. არ შემხვედრია. ან მომხმარებელს ხო არ უთქვამს? არა, არავის. აქ მომხმარებელს ხო არ გამოუთქვამს უკმაყოფილება? არ ყოფილა მსგავსი არა? არ ყოფილა, რაღაც არ ყოფილა. არ მენახე არასოდეს. არ მენახე. ჯანმრთელობისთვის საშიშ დაბინძურებულ პროდუქტზე საუბრობენ ტოქსიკოლოგები. სპეციალისტები ამბობენ, რომ არასაკვებ საღებავში არსებული მძიმე მეტალების ორგანიზმში მოხვედრა განსაკუთრებით მძიმე შედეგს მცირეწლოვან ბავშვებში იწვევს. ზოგადად იმისათვის, რომ გარკვეული ფერი მივიღოთ, საღებავებს ემატება მძიმე მეტალებიც, გარდა იმისა შეიძლება შემცველი იყოს სხვადასხვა ნავთობპროდუქტის და სხვა ტოქსინებისას, რომელიც კატეგორიულად არ უნდა მოხვდეს ჩვენს ორგანიზმში, მით უმეტეს კუჭნაძლავის ტრაქტით. ბუნებრივია ბავშვისთვის კიდევ უფრო მძიმე იქნება და რაც უფრო ხანგრძლივად გამოვიყენებთ ასეთ პროდუქტს, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შეგვექმნება. სურსათის ეროვნული სააგენტო საკვებ პროდუქტს რეგულარულად ამოწმებს. მათ შორის აქტიურად ხდება როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე იმპორტირებული ხილის, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის მონიტორინგი და სერტიფიცირება. Tornike Rijodze გვიან ღამით თურქეთში გადაიყვანეს საჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე მკურნალობა სტამბოლის ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძოს. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ ეს ოჯახის სურვილი იყო. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო სტაბილური, რაც მისი ტრანსპორტირების საშუალებას იძლეოდა. თორნიკე Rijodze ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს, საქმე კი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღწრული. ხელ ღამით 2 საათზე თორნიკე Rijodze გადაყვანილი იქნა სტამბოლის საავადმყოფოში. საჰაერო გზით, პატრონების მოთხოვნით, აბსოლუტური მათი თხოვნა იყო ასეთი, თვითონ გამოიძახეს რეანიმობილი, ანუ თვითმფრინავი იქიდან ჩამოვიდა და გადაიყვანეს თორნიკე. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა შეღვიძებისას გაუმჯობესებული პარამეტრები, თუმცა მართვის უმცროსზე დავტოვეთ, იმიტომ რომ გადაყვანა უნდოდათ. და არ შეიძლება მისი მოხსნა საჰაერო ფრენის დროს და მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, აპარატულ სუნთქაზე, მაგრამ იყო გაუმჯობესებული პარამეტრებით აბსოლუტურად კონტაქტური.
ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიის კიდევ ერთი საჯარო მხილება ნაციონალებისგან სააკაშვილის გარემოცვის მთავარი ბრალმდებელი კვლავ ანა წითლიძეა, რომელიც ლელოს ამორჩევლის მოტყუებაში ადანაშაულებს. წითლიძის მტკიცებით მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მამუკა ხაზარაძეს არ ჰქონდა გაცხადებული, რომ თვითმმართველობის არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას, ლელოს წევრები რეგიონებში ბოლო 2 თვის განმავლობაში აქტიურ წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდნენ. საუბარია ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის აქტიობებზე, რომელსაც ხაზარაძე ჯაფარიძის გუნდის წევრები სოციალურ ქსელშიც აქტიურად ავრცელებდნენ. ლელოს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდოა კურიერთან ადასტურებს, რომ ისინი ნამდვილად ეწევიან აგიტაციას, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის ამორჩევლის გადასაბირებლად. ნაციონალური მოძრაობა სიბრაზეს აღარ მალავს და ისევ იმუქრება. სააკაშვილის გუნდი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს თვითმმართველობის არჩევნების ჩასასვლელად. მეტიც ნაციონალები აპირებენ საარჩევნო უბნებთან მოქალაქეები არ მიუშვან. სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან ბულინგი ოპოზიციის ოპოზიციონირებაა ლელოსთვის და გახარიას პარტიისთვის, რაც მათი თქმით შედეგს ვერ მოიტანს. ქართული ოცნება კი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას გარე ძალების ორგანიზებულ პოლიტიკური რებრენდინგის კამპანიას უკავშირებს. ნაციონალები ახლა ხაზარაძე ჯაფარიძით და გახარიათი უნდა ჩანაცვლდეს. უკვე ორი თვეა კამპანია აქვს დაწყებული სოფელ-სოფელ დადის და ადამიანი ჩვეულებრივ კამპანიას ატარებს, ანუ ლელოს წარმომადგენელი. ფარულად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის გამო ნაციონალური მოძრაობა ლელოს ტყუილში ადანაშაულებს. ექს-პრეზიდენტის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი პარტიის პოდკასტში ამტკიცებს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში ხაზარაძე ჯაფარიძის პარტია სამეგრელოში ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის გადაბირებას აქტიურად ცდილობდა. სამეგრელოში უკვე დაწყებული ქონდათ კამპანია. ახლა შეგიძლიათ Facebook გვერდზე შეხვიდე იმ ადამიანის, ვისაც მე ვიდახი, ვინც საკრებულოში უნდა ყავდეთ და ნახავთ. ადამიანი, ვიზეც ანა წითლიძე საუბრობს, ძლიერი საქართველოს ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია გიორგი თოდოა არც სოციალურ ქსელში და არც კურიერთან ინტერვიუში მალავს, რომ ნაციონალური მოძრაობის მომხრეების გადაბირებას ლელო უკვე დიდი ხანია ცდილობს. საარჩევნო კამპანიიდან არც გამოვსულვართ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩვენ თითქმის ფაქტიურად ყოველდღიურად ხვდებით ჩვენს მოსახლეობას. რა თქმა უნდა, ჩვენ ხვდებით ნაციონალურ მოძრაობის ხარდამჭერებს, ქართული ოცნების ხარდამჭერებს და ვეუბნებით, რომ დიახ, სწორედ ჩვენ ვართ ის ძალა, ძლიერი საქართველო, რომლის გვერდით უნდა დადგეთ. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მიიჩნევს მელია გვარამიას გუნდი ლელოს საბედისწერო შეცდომად. ნაციონალური მოძრაობა კი ლელოსთან ერთად საკუთარი პრინციპებისა და ოპოზიციის ღალატში გახარიას გუნდსაც ადანაშაულებს. ექს-პრეზიდენტის პარტია მკაფიოდ ამბობს, რომ ყოფილ პარტნიორებს მარათონამდე მისასვლელ გზებს თავად მოუჭრის. ენის მოცულების დრო ნამდვილად აღარ არის ახლა და ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი. რა თქმა უნდა, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი ჩვენთვის. ეს არის პირველ რიგში საკუთარი თავების ღალატი და ღალატი ყველა იმ ადამიანისა, ვინც დღეს გამოკეტილია ციხეში, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ შედგეს ადგილობრივი არჩევნები. არ შედგომაში გულისხმობს სწორედ იმას, რომ თავარი არის, რომ ხალხმა არ მიიღოს მონაწილეობა იმ სპეცოპერაციაში. ცხადია, რომ ლელო მიიღოს აბედისწირო გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ამ ბრალდების ადრესატებმა ყოფილ პარტნიორებს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ უწყვეტი იერიშების მიუხედავად პოლიტიკური სტრატეგიის გადახედვას მაინც არ განიხილავენ. პოზიციის ოპოზიციაში ყოფნა არის ძალიან ცუდი რამ და ამას არ ვაპირებთ. ჩვენ ვამბობთ ერთს, რომ ჩვენ გვაქვს ბრძოლის საკუთარი სტრატეგია, ფოკუსი არ გვაქვს გაბლარული, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მიზანი არის ქართული ოცნების დამარცხება. ჩვენ ვართ ერთ-ერთი პარტია, რომელებაც პირველივე დღიდან განაცხადა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ არჩევნებს ბოიკოტს არ ვუცხადებთ. სავარია, რომ ვიყოთ პოლიტიკურად ნეიტრალური კანდიდატები, რომელიც ოპოზიციურ ამორჩეველში მობილიზაციას მოახდენს. ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება არასერიოზულია. მმართველი გუნდისთვის სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ უცხოური დაფინანსებით მოქმედ ბარიერ გადალახულ პარტიებში ახლა ფორმალური რებრენდინგის პროცესი მიმდინარეობს, რაც ისევ ოპოზიციის პოლიტიკური კრახით დასრულდება. მათმა პატრონებმა ფსონი დადეს ერთ ჯგუფზე, იმიტომ რომ ეს ნაცები უკვე დრო მოჭმულია, მიხვდნენ რომ აზრი არ აქვს, ცდილობა ჰქონდათ არაერთხელ რევოლუცია დაიყირავებინათ ეს ქვეყანა, მაგრამ არ გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ჩადეს ფული. ეხა ეს მეორე ნაწილი, ვითომ ამათ პატრონებს ჰქონიათ საზღვარგარეთიდან, რომ ვითომ ლელო და გახარია არიან თანამედროვე პოლიტიკოსები და ახალი პარტიები. ის ავიწყდებათ, რომ ქართულ საზოგადოებას გვახსოვს რეჟიმთან როგორ თანამშრომლობდა ჩვეულებრივად ხაზარაძე და მისი გუნდი. ცდილობს შექმნას დადგას სცენარი აი ამ დაპირისპირების გამძაფროს საზოგადოებისთვის ეს ყველაფერი და საზოგადოების თვალში იმედი აქვს, რომ საზოგადოება ამ ყველაფერს აღიქვავს, როგორც განცალკევებას და გამიჯვნას ნაცებისგან ლელოსი და ლელო აღარ იქნება შემდგომ უკვე მათი აზრით დატვირთული, დამძიმებული იმ დიდი დანაშაულებით და ცოდვებით, რომელიც გააქვს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.
თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული. მერებსა და საკრებულოების წევრებს ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ. ნაციონალებს ხაზარაძე ჯაფარიძესთან მეორე ფრონტიც აქვთ გახსნილი საქმე პოლიტიკურ კორუფციას ეხება უკვე მესამე დღეა სააკაშვილის გუნდი ირწმუნება, რომ ლელოს წარმომადგენლები ფულით სავსე ჩემოდნებით მიდიოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებთან და მათ არჩევნებზე ლელოს საარჩევნო ნომრის ქვეშ გასვლას თხოვდნენ. ფული გვაქვს ულევი, ეს იყო გადაბირების დროს მთავარი ციტატა, რომელსაც ხაზარაძე ჯაფარიძის პარტიის წევრები ნაციონალების კანდიდატებთან საუბარში იყენებდნენ. ლელო ყველაფერს უარყოფს და ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს. ოპოზიციის ნაწილი კი ამბობს, რომ მათთვის ჩემოდნებით ფული არავის შეუთავაზებია. ლელოს საჯარო მხილება პოლიტიკური კორუფციის, შავი ფულის ტრიალისა და ფარული გარიგებების კლასიკური მაგალითია ქართული ოცნებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ამბობს, რომ სწორედ მსგავსი ფაქტების აღსაკვეთად მიიღო გამჭვირვალობის კანონი. მიხეილ სააკაშვილის პარტია ლელოს ლიდერებს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობაში სადანაშაულებს. ანა წითლიძემ კონკრეტული მაგალითებიც დაასახელა. როიძახი ჩემოდი დადიოდნენ მეთქი, იცი როგორ დადიოდნენ ჩვენს ადამიანებთან სოფლებში ლიდერები ვიწყავს, ეს ეუბნებოდნენ ლელოს წარმომადგენლები, ჩვენი კანდიდატი იყავით და ფული გვაქვს ულევი, რამდენიც გინდათ, რამდენიც დაგჭირდებათ, ამ ყველაფერში აი იმდენი გეკდებათ, ახლა მოსყიდო უკაცრავად, სხვა რა არის. ფაქტს ადასტურებს გიორგი კაპანაძეც. ის ნაციონალური მოძრაობიდან მეოთხე პოლიტიკოსია, რომელიც ამტკიცებს, რომ კრიტიკის შემცირების სანაცვლოდ მამუკა ხაზარაძის გუნდი სააკაშვილის პარტიას სარგებელს თავაზობდა. ბრალდებების ადრესატები კი კოლეგებისგან ისევ მტკიცებულებებს ითხოვენ. მე არ შევალამ აბსურდული ბრალდების განხილვაში, ვამბობ ეს, რომ ეს ყველაფერი არის სისულელე და გამოგონილი. ნამდვილად ითქვა, რომ თუ ჩვენ თავს დავხურჭავდით, ასე ვთქვათ, ლელოს მიერ მონაწილეობასთან დაკავშირებით, გარკვეული სახის მხარდაჭერა თუ სარგებელი იქნებოდა მათი მხრიდან. ნაციონალურ მოძრაობასა და ლელოს შორის დაპირისპირება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ ოპოზიციის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური კორუფციის დადასტურებაა. სიტუაცია არის მარტივი ჩემი გადმოსახედიდან, როდესაც მხარდაჭერა თვითდინებით საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვს, ბუნებრივია ცდილობენ სხვადასხვა მეთოდებით, მათ შორის ფინანსური მოსყიდვის გზით მხარდაჭერის მობილიზებას. რეალურად რაც ამ ხალხს აერთიანებთ, არის არა მართლა რაღაც უკეთესი ცხოვრების თუ უკეთესი ქვეყნის და საზოგადოების იდეა, არამედ ფინანსები და პირადი კეთილდღეობა. ფაქტია, ზოგადი შეფასებით, რომ ეს არის პოლიტიკური კორუფცია. ოპოზიციაში პოლიტიკურ კორუფციას უარყოფს გვარამია მელიას გუნდი. გახარიას პარტია კი ნაციონალურ მოძრაობას აკრიტიკებს და ლელოს სოლიდარობას უცხადებს. ეხლა ნაციონალური მოძრაობა რასაც აკეთებს, მოვთქვა მიკურსმაც კი მოვიტყუები, იმიტომ რომ ამ პარტიის სტილი იყო ეს თავიდანვე. ჩვენთან არ ყოფილა მსგავსი მცდელობა, არ არსებობს ამის ფაქტები, არ გსურს ამაზე ლაპარაკი. ნაციონალურ მოძრაობას ფულს თავაზობს თავის თანაგუნდელს კი ავტომობილს ჩუქნის. ასე აფასებს სახელისუფლებო პარტია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კუპრაძეს ძვირად ღირებული მანქანა აჩუქა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ოპონენტების მხრიდან შავი ფულის შეთავაზება ახალი არ არის. თანხებს კი ისევე როგორც დავალებებს, ისინი უცხოელი მხარდამჭერებისგან იღებენ. ჩვეულებრივი შავი ფულის ტრიალი იყო წინასაარჩევნოდ. და ეხლა ერთმანეთს ამხელა. ერთი მეორეს ამხელს, ის აქით ამხელს. ეხლა კუპრაძეს მანქანა ჩუქეს, ეს არ არის საინტერესო საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ყველანაირი ღირებულებებისგან, ავტორიტეტებისგან დაცლილი პოლიტიკოსები ყავთ. ჩვენ წინა მოწვევაში, წინასაარჩევნოდ რაღაც კარენოვი ნაცებისგან არ გაგვიგია ხმარა მოუღიათ, რომ მოგთამოს აქ ადგილი და ჩვენ ფულს ესე იგი ფული აიღეს. ხედავთ რომ ლელო თურმეს თავაზობს ნაცებს რომ აგერ ვიცი მე ბენეფიტებს არ მოგაკლებთ და თქვენ თავი დახარეთ და ხმა არ ამოიღოთ ჩვენს ნაბიჯზე აქამდე არსებულ პროცესებში მაშინ როდესაც წინა არჩევნები იყო და ერთმანეთის ნამოქმედარზე და გაცუდებულ საქმეებზე ხმას არ იღებდნენ უნდა ვივარაუდოთ რომ იქაც ადგილი ქონდა ესე იგი პოლიტიკურ კორუფციას მოკლედ ერთი დიდი ალიაკოთია ოპოზიციაში დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობასა და ლელოს შორის რამდენიმე დღის წინ. მას შემდეგ გამწვავდა, რაც ანა წითლიძემ და ლევან სანიკიძემ მამუკა ხაზარაძე სასარგებლო ეთერებისთვის ფულის შეთავაზებაში დაადანაშაულეს. მოგვიანებით ფაქტები გიორგი ბარამიძემ და გიორგი კაპანაძემაც დაადასტურეს. არჩევნები ლოტოტრონით ოპოზიციაში ახალი იდეის ავტორი მურმან დუმბაძეა პარტიიდან პარტიაში მოგზაური პოლიტიკოსი და არაერთი ცნობილი გამონათქვამის ავტორი დუმბაძემ ჯერ წყევლით გაითქვა სახელი შემდეგ იმით რომ წინააღმდეგი იყო ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი მიეცათ. ახლა ლოტოტრონით ჩატარებულ არჩევნებს ითხოვს რომელიც არა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არამედ მე-10, მე-11 და მე-12 კლასელებმა უნდა ჩაატარონ. მურმან დუმბაძის ინიციატივა ოპოზიციისთვისაც კი სასაცილო აღმოჩნდა მისი კოლეგები ახლა მხოლოდ იმის იმედად არიან რომ ის ლოტოტრონიდან ბანკოს თამაშს
თამაშზე არ გადავა. დუმბაძე ლოტოტრონით მსოფლიობანი პაატა ბურჭულაძე ტელეფონით ოპონენტების იდეები იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ქართულ ოცნებაშიც უჭირთ. ჩავატარებინოთ ეს არჩევნები მე-10, მე-11, მე-12 კლასის ბავშვებს ლოტოტრონის პრინციპით შვენივრად ჩაატარებენ. მურმან დუმბაძის პოლიტიკური ფანტაზია ლოტოტრონამდე მივიდა. მრავალ პარტია გამოცვლილმა პოლიტიკოსმა ჯერ 2024 წელს თანამედროვე ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებული არჩევნები დაიწუნა. შემდეგ კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ლოტოტრონით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. დუმბაძემდე იყო ბურჭულაძე. შეიძლება ვიღაცას გაეცინოს ტელეფონებით, თქვენ მინდა გითხრათ, რომ ესტონეთში უკვე ამის კარგი პრაქტიკაა და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. მობილურით არჩევნების ჩატარებას პაატა ბურჭულაძე სექტემბერში გეგმავს, თუმცა მსოფლიო ბანკს მურმან დუმბაძის სახით კონკურენტი უკვე გამოუჩნდა. ის აწავიდა ის ბურჭულაძე გადაიფიქრა მობილურით რო არჩევნებს გვიტარებს. სტადიონზე ოღონდ უნდა დაუქირაოთ ჩვენ. არის მაგას ფულს ვაგროვებთ ახლა რომ აიჭაძის სტადიონი დაუქირაოთ, შემდეგ მობილურები დასატენებიც უნდა იმას ვთქვათ, ვიღაც შეიძლება გამოერთოს და ვერ მიიღოს მონაწილეობა. ეხლა გამოუჩნდა კონკურენტი. მე-10, მე-11 კლასელებიო, დავასაქმოთო. მე მგონი მე-12-ს დაამატა, ხო? დავასაქმოთო, რომ ლოტოტრონიო. აი, გიჟების დოღია რა. მურმან დუმბაძის ინიციატივის შეფასებისგან ოპოზიციის ნაწილმა თავი შეიკავა. ნაწილმა კი იმედი გამოთქვა, რომ არჩევნების ჩატარება ლოტოტრონიდან ბანკოს თამაშამდეც არ მივა. მე ძალიან მომწონს, რომ ამ ადამიანებს გონება გაიხსნათ. ჯერ თავებოდოთ ყველას რა იდეებს მოიფიქრებენ და მე ერთიანად შევაფასოთ და უპასუხოთ ლოტოტრონი იქნება ის თუ არ ვიცი, ბანკოს თამაშზე არ გადავლენ იმედი, ძალიან დიდი იმედია. ცალკეული პოლიტიკოსების გაკეთებულ განცხადებებზე შეიძლება ზოგიერთს თქვათ ვიზიარებდე, ზოგიერთს არ ვიზიარებდე, ამიტომ ჩემი შეფასება ნაკლებად ჭირდება. მათ რომ მათი პოზიცია გამოხატეს, მათვე შეაფასეს უკვე საკუთარი პოზიცია. მართველი გუნდი დუმბაძე ბურჭულაძეს იდეების გაერთიანებას ურჩევს. ქართული ოცნება ოპოზიციის ამ ინიციატივებს სერიოზულად არ აღიქვამს. დუმბაძე და ბურჭულაძე რომ შეიკრან ერთად, არ იქნება ცუდი, ერთი დაალაგებს ტელეფონების მოსმენას, ხმის მიცემას ტელეფონებით სკოლებში ალბათ და დუმბაძე უზრუნველყოფს მერე ამ ყველაფრის პროცესის ჩატარებას. არ იქნება ცუდი საყურებელი პრინციპში, როგორ ჩაატარებენ დუმბაძე და ბურჭულაძე ერთი ტელეფონებით და მეორე სკოლებში არჩევნებს. დუმბაძეს ლოტოტრონი უნდა. კიდევ ვიღაც გამოჩნდება და არ ვიცი მე რაღაც სხვა ლატარეას შემოგთავაზებს შეიძლება იმისთვის რომ არჩევნები ჩავატაროთ. სხვა შეიძლება მჭხიბავები მოიყვანოს და ვიცი ყავაზე მკითხაობით გადაწყვიტოს საქართველოს ხელისუფლებაში ვინ მოვა. არიან ხა ამათ სერიოზული პასუხის გაცემა წარმოუდგენელია. მურმან დუმბაძემ ლოტოტრონის პრინციპით არჩევნების ჩატარების იდეის შესახებ ერთ-ერთ ტელეარხზე ინტერვიუს დროს ისაუბრა. მე-6 რეზოლუცია საქართველოს 6-ვე ევროპარლამენტში ამიღებული დოკუმენტის ძირითადი პოსტულატების ავტორი კი საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეული ოპოზიციის დიდი მეგობარი რასა იუკნევიჩიანია. ლიტუელი დეპუტატის მოთხოვნით რეზოლუციის ტექსტში კვლავ ჩაიწერა პატიმარ სააკაშვილის გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და სანქციების დაწესება ქართული ოცნების წევრებისთვის. დოკუმენტში პრიორიტეტულ საკითხებს შორისაა ვადაგასული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ლეგიტიმურ პრეზიდენტად აღიარება. ევროპარლამენტის რეზოლუციას 490 მომხრე აღმოაჩნდა, 147 კი წინააღმდეგ წავიდა, მათ შორის რამდენიმე მიზეზის გამო. ევროდეპუტატების ნაწილისთვის რასა იუკნევიჩიანის ჩანაწერები დოკუმენტში სამარცხვინოა და ღიად მიანიშნებს იმაზე, რომ სტრასბურგს თბილისში არა პარტნიორის, არამედ მარიონეტის ხილვასურს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი კი, ვინც საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა დებატების დროს ნახევრად სარიელ დარბაზში, იმასაც კი ამბობდა, რომ ევროპარლამენტი იმიტომ სჯის საქართველოს, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არ აირჩიეს მთავრობა, რომელსაც ევროკავშირი გეგმავდა. 490 მომხრე 147 წინააღმდეგი ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი რეზოლუცია მიიღო. სანქციების დაწესება, ახალი საპარლამენტო არჩევნები, დაკავებულების გათავისუფლება, ეს რასა იუკნევიჩიანის ინიციატივით შედგენილი რეზოლუციის ძირითადი საკითხებია. ნახევრად სარიელ დარბაზში საქართველოს საკითხზე დებატების დროს კრიტიკასთან ერთად მხარდამჭერი განცხადებებიც ისმოდა. ევროპარლამენტარების ნაწილისთვის ლიტუელი დეპუტატის ანგარიში სამარცხვინო აღმოჩნდა.
თითქმის ყველა მთავარი ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება და მათთვის პოლიტიკურად მოტივირებული მსჯავრის გამოტანა, სამოქალაქო საზოგადოების წამყვანი ორგანიზაციების სამართლებრივი დევნა. ამ გარემოებების გამო მუნიციპალური არჩევნები არ შეიძლება ჩაითვალოს თავისუფლად და სამართლიანად. მინდა ხაზი გავუსვა მთელი პასუხისმგებლობა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე ეკისრება ივანიშვილს და მის პარტიას. იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები მიიღებენ ზომებს პირველ რიგში რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით. საქართველოს შესახებ წარმოდგენილი ანგარიში სამარცხვინოა. ეს სირცხვილია ევროპარლამენტისთვის. ის არც ევროპული და არც დემოკრატიული ხასიათისაა და პატივისცემასაა მოკლებული. თუმცა ცხადია, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობას სურს საქართველოში მარიონეტული მთავრობის ხილვა და ვიდრე ეს არ მოხდება, თქვენ შეგნებულად ცდილობთ ევროპა-საქართველოს ურთიერთობების გამწვავებას. ევროპარლამენტს სურს უთხრას ქართველებს თუ ვინ უნდა ჰყავდეთ მთავრობაში და რომ ახალი არჩევნები უნდა ჩაატარონ. ევროპარლამენტს სურს გადაწყვიტოს ვინ არის საქართველოში რეალური სამოქალაქო საზოგადოება. ისინი, ვინც ბაიდენის ადმინისტრაციამ USAID-ის საშუალებით დააფინანსა, რომელიც ახლა ტრამპის ადმინისტრაციამ დახურა. ევროპარლამენტს სურს საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ საქართველოს პარტნიორად არ აღიქვამთ. თქვენ მას კოლონიად მიიჩნევთ. საჭირო არა სანქციები, არამედ გულწრფელი დიალოგი, რომელიც პატივსცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და გეოპოლიტიკურ მდგომარეობას. იმ გვარს, რომელიც ჩვენს საერთო ღირებულებებზე და ინტერესებზე იქნება ორიენტირებული. რასაიუკნებით შენეს რეზოლუციაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ისევ პრიორიტეტულ მოთხოვნად რჩება. პრიორიტეტებს შორის არის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ექს-პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის აღიარების საკითხიც. ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ უკანონოდ სრულ პატიმრობაშია. ქვეყანას ევროპას და დასავლეთს აშორებენ. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ერის ამბიციებს. ჩვენ გვჭირდება ქართული ოცნების პოლიტიკური იზოლაცია საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გვჭირდება კონტაქტი პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. ასევე გვჭირდება ინდივიდუალური სანქციები, რომლებიც მიმართული იქნება ცალკეული ადამიანების მიმართ. ევროპარლამენტს უყვარს საკუთარი თავის წარმოჩენა მორალურ ინსტიტუტად, მოსამართლედ, რომელიც პოლიტიკაში ბოროტსა და კეთილს არჩევს. უკვე თვეებია ევროპარლამენტი აღელვებულია იმ ფაქტით, რომ 2024 წლის ოქტომბერში ქართველებმა არაირჩიეს მთავრობა, რომელსაც ევროკავშირი გეგმავდა. თვეების განმავლობაში ევროპარლამენტის კომიტეტები და უწყებები ფიქრობენ, როგორ დასაჯონ ქართველები ამის გამო. შემდეგ საქართველოს მთავრობამ შეაჩერა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ეს ანგარიში საქართველოს შესახებ არ უნდა იყოს ამისთვის განტევების ვაცი. ეს ანგარიში არის ცოდვების კატალოგი და მასში არის შესული მოთხოვნები, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას. ისეთები, როგორებიცაა მაგალითად პერსონალური სანქციები ან ლეგალური პროცედურები კოლექტიური სასჯელისთვის. ამ ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ქვეყანა აარიდა ორ ბლოკს შორის კონფლიქტს, რაშიც ჩვენ გვსურს მათი ჩათრევა. ევროპარლამენტის რეზოლუცია მიღებულია, თუმცა კენჭისყრამდე ევროპელი კანონმდებლების ნაწილმა დოკუმენტში შესწორების შეტანა სცადა. იტალიელი ევროპარლამენტარი ითხოვდა პროექტიდან ამოიღოთ პუნქტი ზურაბიშვილის ლეგიტიმაციის შესახებ, თუმცა შესწორება არ გაიზიარეს. სწორედ დანილო დელავალემ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამოც, რომ ოქტომბრიდან დღემდე ევროპარლამენტს მე-6 და 6 მიღებული რეზოლუცია საქართველოსთან დაკავშირებით და მისივე შეფასებით არც ერთი სხვა ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. 8 ოქტომბერი, 13 ნოემბერი, 17 დეკემბერი, 21 იანვარი, 18 ივნისი, 9 ივლისი. ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს საკითხს მე-6-ად განვიხილავთ. ყველა პრობლემა, რომელიც საქართველოს აქვს, ჩვენთვის ნაცნობია. მე წარმომიდგენია, რომ ვიღაცას საქართველოზე ფიქრის გარეშე ღამით არ ეძინება. თქვენთვის გამოსავალი მაქვს, რომ ამას მე-7-ად არ დაუბრუნდეთ. უბრალოდ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ საქართველო ახლო აღმოსავლეთშია. წარმოიდგინეთ, რომ ეს ქვეყანა კლავს ასობით ჟურნალისტს, სასამართლოს გარეშე აპატიმრებენ ათასობით ადამიანს, რომ ამ ქვეყნის მთავრობა მხარს უჭერს ეთნიკურ წმენდას, კლავს 100,000 ადამიანზე მეც, უმეტესწილად ბავშვებს და ქალებს, ესვრის უდანაშაულო ბავშვებს, რომლებიც პურის ნაჭრის მიღებას ცდილობდნენ. დიახ, თქვენ შეგიძლიათ მშვიდად იძინოთ, რადგან 9 თვის განმავლობაში კენჭს ვუყრიდით რეზოლუციებს საქართველოს შესახებ და არაფერს პალესტინაში გენოციდის შესახებ. საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტმა დღეს მე-6 რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტის მორიგი რეზოლუცია, რომლის თანაავტორი პატიმარ სააკაშვილის პარტიის მეგობარი რასა იუკნევიჩიანია, ხელისუფლებისთვის გამოცხადებული ვერდიქტია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები მათი მხარდამჭერი ევროდეპუტატების ნამუშევრით კმაყოფილები არიან და აცხადებენ, რომ სტრასბურგში მიღებული რეზოლუცია ასევე ქართველი ხალხის გამარჯვებაა, მათ შორის დოკუმენტში გაკეთებული ჩანაწერი, რომ სააკაშვილი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. ეს ჩანაწერი განსაკუთრებით მოსწონს ნაციონალურ მოძრაობას, სხვა ოპოზიციონერები კი ფიქრობენ, რომ აქციების დროს დაკავებულები და მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტს ერთ სიბრტყეზე არ უნდა დაეყენებინა. ლობისტების მიერ ევრობიუროკრატების დახმარებით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენას ვერ მოახდენს და მხოლოდ საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენს. ასეთია ქართული ოცნების გაცხადებული პოზიცია სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციაზე. ხელისუფლებამ დღეს ტყუილში ამხილა რასა იუკნევიჩიანეს, რომელსაც რეზოლუციის მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც ციხეშია სცემეს. ყალბი ამბების გავრცელებასაც არ ერიდებიან ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის. ასე ფასდება მმართველ გუნდში ლიეტუველი დეპუტატის სტრასბურგში გაკეთებული განცხადება. ჟურნალისტი დააპატიმრეს, სცემეს და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. საქართველოს შესახებ რეზოლუციის ინიციატორი ბრიფინგზეც საქართველოზე საუბრობს. რასა იუკნევიჩიანი ამჯერად აქცენტს მზია ამაღლობელის საქმეზე აკეთებს და ამტკიცებს, რომ მას ციხეში სცემეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება. მინდა მოუწოდო ევროპულ მედია ორგანიზაციებს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მზია ამაღლობელის საქმეზე. ის მხედველობას კარგავს და მას არ მიეწოდება სათანადო სამედიცინო დახმარება. ეს განცხადება ქართული ოცნებისთვის მკაფიო დასტურია, რომ ანგარიში მხოლოდ დეზინფორმაციას ეფუძნება. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ევრობიუროკრატები ლობისტური მიზნებით კანონიერად არჩეული ხელისუფლების დისკრედიტირებისთვის აღარაფერს ერიდებიან. მათ შორის არც ისეთი ყალბი ამბების გავრცელებას, როგორიც მზია ამაღლობელის მდგომარეობაა. როგორც ბოლშევიკურ ტრადიციებს შეეფერება, ქალბატონი რასა ვერ იშლის ბოლშევიკურ გამოცდილებას და ბოლშევიკურად ცდილობს, რომ ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს და ამ ტყუილზე შემდეგ ააწყოს დეზინფორმაცია, კეთილი ინებოს და ერთი მტკიცებულება რამეს მოიტანოს, ან ბოდიში მოიხადოს საქართველოსა და ქართული ხალხის წინაშე. ზუსტად ანალოგიური კამპანია იყო მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ზუსტად იგივეს ამტკიცებდნენ და ზუსტად იგივენაირად იყო გარედან მართული დაფინანსებული. უბრალოდ ქალბატონი რასა არის ინსტრუმენტი სამწუხაროდ გამოყენებული იმ ძალების მხრიდან, რომელთა მიზანი არის ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიონ და შემდეგ საბოლოო ჯამში თავიანთი დამხეჭები მოიყვანონ ხელისუფლებაში. ის რაც სახელისუფლებო პარტიისთვის პოლიტიკურად მიკერძოებული და გაუფასურებული დოკუმენტია, გამარჯვებაა ოპოზიციისთვის. ნაციონალური მოძრაობის პარტნიორის რასა იუკნევიჩიანეს რეზოლუციას დღეს ელენე ხოშტარია ბრიფინგით გამოეხმაურა. ეს არის ევროპარლამენტის მიერ გაგონილი ქართველი ხალხის ხმა. ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი გამარჯვება ჩვენი პროდასავლური, ჩვენი პროქართული ეროვნული, საერთო ეროვნული ბრძოლის. ხელისუფლების ოპონენტებს დოკუმენტი მოსწონთ, ნაციონალურ მოძრაობას კი განსაკუთრებით ჩანაწერი სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ, რაც ოპოზიციის მეორე ნაწილს არ უყვირს. მიხეილ სააკაშვილი ხა იცით, რომ ნაციონალური მოძრაობის ოფიციალური პარტნიორი არის იპი. და გასაგები არის მიხეილ სააკაშვილი როგორც მოხდა მაგ რეზოლუციაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ევროპარლამენტში ყველა იგივე აზრზეა და აბსოლუტურად ყველგან არის მოხსენიებული მიხეილ სააკაშვილი და ის არის აღიარებული როგორც პოლიტიკურ პატიმრად. რა თქმა უნდა, ქვეყნის წარმატებისთვის, მომავლისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი არ იყოს პატიმრობაში. ისინი მხარს უჭერენ ქართველი ხალხის ბრძოლას. ქართველი ხალხის ნაცვლად ისინი მხარს სწორედ ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ, აცხადებენ მმართველ გუნდში, სადაც იუკნევიჩიანეს წარსულსა და სააკაშვილის პარტიასთან მის თანამშრომლობას იხსენებენ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მსგავს რეზოლუციებს ღირებულება უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დებატები ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა. რა ისა კომუნისტკა არისვენებს, თქო ცარიელ დარბაზში. 700 კაციან ევროპარლამენტში, 8 კაცი ნახეთ, ხო? იმ 8 კაციდან 3 თავზე დაახურა. მავნებელი ქალია. ჩვენს ქვეყანას მტრობს. ის არის სააკაშვილი და მისი ბანდის მეგობარი, ლობისტი და ამიტომაც არისვენებს. ზუსტად იგივე ტექსტი აიღეთ წინა თვეში, იმის წინა თვეში ზუსტად ერთი და იგივე. იმიტომ რომ სააკაშვილი პოლიტპატიმრია, გვიწერენ ამას. ადრე კედერაშვილი ეწერა. ის ამოიღეს, ეთყობა მეც არ აფინანსებს თუ რა ვიცი. თავზე ენგრევათ ევროპარლამენტი. კორუფციაში ამხილეს ქალბატონი ურსულა, ეჭვიტანილია კორუფციაში და ეს ხალხი მერე ჩვენ გვიკითხავს ნოტაციებს. რაისები და დანარჩენები მისი სადაკავო. ამ რეზოლუციას არანაირი მნიშვნელობა, სამართლებრივი საფუძველი ან ვალდებულება კომისიისთვის ან სხვისთვის არ არის, მაგრამ რასაც აკეთებენ ხოლმე ხშირად არის ხმაური. რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს იყო წარმოსახვითი რეალობის შესახებ დებატები, რომელშიც უხვად იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და რეალობას აცდენილი განცხადებები. შეფასებებით, ტყუილებით ხშირად
საკუთარი თავის დისკრედიტაციას ახდენენ და ბუნებრივია ამ რეზოლუციის წონა მნიშვნელობაც რეზოლუციიდან რეზოლუციამდე მცირდება. ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას დღის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. ღირებულებათა აღრევა, ასე აფასებს ბრიუსელის დღევანდელ მდგომარეობას შალვა პაპუაშვილი. სპიკერი წერს, რომ ევროპის პარლამენტმა მოითხოვა კანონიერი პატიმრობიდან დიქტატორ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ პატიმართა სისტემურ და სისტემატურ წამებაში ამხილა. შრომის პროდუქტიულობის პროგრესით საქართველოს 21 საუკუნის საუკეთესო სამეულში აწლიური გაუმჯობესებით კი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს ახალი ინდექსი, რომელიც 2024 წლის შედეგებს ეყრდნობა მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის შეფასებით საქართველოში ეს მაჩვენებელი 2024 წელს 10.4%-ით გაიზარდა და $46,608 გადააჭარბა. ამავე ანგარიში მსოფლიო ბანკი წერს, რომ შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობების სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. საქართველოს საუკეთესო სამეულში და წლიური გაუმჯობესებით მსოფლიოში მეორე ადგილი. მსოფლიო ბანკმა შრომის პროდუქტიულობის 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ეს მაჩვენებელი წინა წელს 10.4%-ით გაიზარდა და $46,608 გადააჭარბა. ზრდის ამ ორნიშნა ტემპით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ევრაზიის კონტინენტზე კი პირველ პოზიციაზე. შრომის პროდუქტიულობა გამოიყენება ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების შესაფასებლად. შექმნას და შეინარჩუნოს ღირსეული დასაქმების შესაძლებლობების სამართლიანი და შესაფერისი ანაზღაურებით. ინვესტიციების, ვაჭრობის, ტექნოლოგიური პროგრესის ან სამუშაო ორგანიზაციის ცვლილებების შედეგად მიღებულმა პროდუქტიულობამ შეიძლება გაზარდოს სოციალური დაცვა და შეამციროს სიღარიბე. 21 საუკუნის პირველ 24 წელიწადში შრომის პროდუქტიულობა 786%-ით გაიანაში გაიზარდა. მეორე ადგილზეა ჩინეთი 506%-იანი ზრდით. მესამე ადგილი საქართველოს ერგო. ჩვენ ქვეყანაში შრომის პროდუქტიულობა 340%-ით გაიზარდა. საქართველო აჩვენებს და ადასტურებს, რომ საქართველოში არა მხოლოდ არის მაღალი ეკონომიკური ზრდა, არამედ ხარისხობრივი თვალსაზრისით უმჯობესდება ეკონომიკა, იზრდება შრომის პროდუქტიულობა გამორჩეულად, იზრდება დასაქმების საჩვენებელი, მცირდება უმუშევრობა და მცირდება სიღარიბე, რაც ბუნებრივია აისახება მოსახლეობის კეთილდღეობის მატებას. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საკმაოდ დაბალი 1%-ზე ნაკლები დაფიქსირდა შრომის პროდუქტიულობის წლიური ზრდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ამ ფონზე საქართველოს ეკონომიკაში არსებულ პოზიტიურ პარამეტრებზე აკეთებენ აქცენტს აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდში. პროდუქტიულობის ზრდას ხელს უწყობს ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც ერთის მხრივ მიმართულია დასაქმებულთა კვალიფიკაციის ზრდის მიმართულებით, მეორეს მხრივ აღნიშნული პროგრამები ხელს უწყობს შრომის ბაზრის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და ასევე ის სახელმწიფო პროგრამები, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო მეწარმეების კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე. მსოფლიო ბანკის ანგარიში ნათქვამია, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ერთ დასაქმებულ ადამიანზე არის საკვანძო საზომი იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება ქვეყნების ეკონომიკა.